სასამართლო გამჭირვალობის თემას, თუმცა ჩვენ გვაქვს მრავალი თემები, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ სასამართლო მედიაციაზე, მაგრამ ყველა გადაცემას ჩვენ ვუძღვნით იმას, რომ მეტი გამჭირვალობა, მეტი ჩართულობა, მეტმა მოქალაქემ იცოდეს, რა ხდება ჩვენ სასამართლოში, იმიტომ რომ ყველა იურისტს და არ არის მხოლოდ იურისტის და ყველა შეგნებულ ადამიანს მე მგონი უნდა მიაჩნდეს, რომ როდესაც მოქალაქე არის ჩართული სასამართლოში, ხდება უფრო მეტი პრობლემების აღმოფხვრა, ხდება უფრო მეტი მშენებლობა დემოკრატიის და ხდება უფრო მეტი სიკეთეების დანერგვა, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის გამოწვევების წინაშე დგომა, რომელსაც ჩვენ ასე ვიბძვით ჩვენი სხვადასხვა ღირებულებებით. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ, აჩვენებელი სტუმრები გვყავს, მინდა წინასწარ რადიო მსმენელებს, გამჭირვალობა საქართველოს რეგიონული წარმომადგენლები, ჩვენი თანაქალაქელები, არაჩვეულებრივი იურისტები. ჩვენი გადაცემის სტუმრები არის თეონა ზაქარაშვილი და თამარ ჭარბაძე. გაბატონ თამარ, გაბატონ თეონა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. პირველ რიგში მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რასაც თქვენ გამჭირვალობა საქართველოს აკეთებს, რომლებია თქვენი აზრით გვაინტერესებს სხვადასხვა თემებზე და შეგეკითხებით სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად გამჭირვალობის თემებზე, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ კონკრეტულად მუშაობდა თქვენი ორგანიზაცია და ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ამ კუთხით. ბოლოს რა კვლევები გქონდა, რა შედეგები გქონდა გამჭირვალობის კუთხით, რა სოციალური ფონი გვაქვს ახლა შექმნილი ამასთან დაკავშირებით. გთხოვთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ერთ-ერთ საინტერესო წარდგენისთვის. რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობა საქმიანობს არაერთი მიმართულებით, იმისთვის რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები. და მიზნით რაც შეეხება ქუთაისის ოფისის საქმიანობას, ჩვენ ვახორციელებთ უფასო იურიდიულ დახმარებას, ვართ ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში, რამდენად გამჭვირვალედ ხორციელდება თვითმმართველობის საქმიანობა, ასევე აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ კანონპროექტების განხილვაში და რაც დღევანდელ გადაცემის თემატიკასთან ყველაზე უფრო ახლოსა, ვახორციელებთ ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეებზე მონიტორინგს, რომლებიც განიხილება სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხორციელდება მონიტორინგის ფარგლებში, რა შედეგებს ვაღწევთ და რა ყველაზე დიდი გლობალური შედეგისკენ არის მიმართული ეს საქმიანობა. დიახ. მოგესალმებით, მადლობთ დათო მოწვევისთვის. რაც შეეხება ხა ჩვენი საქმიანობას, მე გავაგზავნებ მონიტორინგთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საერთოდ ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ის შტოა, რომელიც მოქალაქეებს პირდება ბალანს, რომ ყველა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ იქნება შესრულებული და შესაბამისად დაცული მათი მხრიდან. ბალანს პირდება არა მარტო თქვა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის დროს, არამედ კერძო სამართლებრივ ურთიერთობისას, რასაც ჩვენ სამოქალაქო კანონმდებლობა გვაძლევს. და სისხლის სამართლებრივი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სასამართლოს გამართული მუშაობა და სასამართლოს სათანადო დონეზე მუშაობა, ეს არის პრაქტიკულად გარანტი მოქალაქისათვის, რომ ის იყოს დაცული და შესრულდეს და აღსრულდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სახელმწიფომ და კანონმდებელმა მიანიჭა მას და მისცა უფლება, ხო? შესაბამისად, საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ თემებით ინტერესდება და მონიტორინგი არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და მუდმივი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეხლა დაემატა ქუთაისის სასამართლოებში ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიაზე მონიტორინგი. ჩვენ ყავს 4 მონიტორი, რომელიც პერმანენტულად თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ესწრება და ვაკეთებთ თვითონ სასამართლო პროცესის შეფასებას და არა ვთქვათ შინაარსობრივად შეფასებას. ეს არის სუბთა საპროცესო ნორმებით შეფასება, რამდენად დაცული იყო მოქალაქის უფლებები, რამდენად დაცული იყო თანაბარდობა სახელმწიფოსა და კერძო ინტერესს შორის, იმიტომ რომ ადმინისტრაციული პროცესი ზუსტად სახელმწიფო და კერძო ინტერესს ეხება, რამდენად სწორად წაიყვანა მოსამართლემ პროცესი და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ საინტერესო შედეგები გვაქვს და როდესაც ერთიანი კვლევა დაიდება ისევ და მასში უკვე შევა ქუთაისის მონაცემები, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ გაგიზიაროთ და გითხრათ, ვთქვათ, აი რა ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, რა ხარვეზი უკვე გამოსწორდა, სხვა შორის პრევენციული ხასიათიც აქვს, რა თქმა უნდა, ცოტა ბჭყალებში, იმიტომ რომ ჩვენი მონიტორის ყოფნამ პირველ, მეორე და მესამე პროცესზე უკვე იქვე გამოსწორებადი შედეგები ეს თქვენი მონიტორები, თქვენი თანამშრომლები არიან?
ეს არის ადამიანები, სტუდენტები, იურიდიული ფაკულტეტის ალბათ, ხო? ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ წერეთის უნივერსიტეტთან და ზოგადად ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ეს არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სხვა შორის ძალიან კარგი შესაძლებლობის და განათლების ბავშვები, კარგი იურისტები, უკვე იურისტები, ჩამოყალიბებულები, რომლებიც შევარჩიეთ კონკურსის წესით და რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით განახორციელებენ მონიტორინგს სასამართლოში. ესენი ხელფას იღებენ? ხელფას ვერ დავარქვევთ, ეს არის გარკვეული ანაზღაურება რაღაც ხარჯების დასაფარად, რომელიც მას აუცილებლად უწევს სასამართლოში გადაადგილებისა და აი ესე ხელფასი, ეს უფრო არის შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივ საწყისებზე, მათი პრაქტიკისთვის, რასაც ისინი მიიღებენ და შესაბამისად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი. ეხლა მინდა რომ თამარ და თეონა უფრო ესეთ ამ ანალიზებზე და ამ კვლევებზე და ამ შედეგებზე უფრო მეტი გვითხრათ, რა შედეგი გვაქვს და სასურველია, არა, მე ზოგადად მოვისმენთ ზოგადად სასამართლოების, იმიტომ რომ ეს კონკრეტულად გამიზნული ქუთაისთვის არ არის, მაგრამ ქუთაისი არის რა თქმა უნდა ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო ზოგადადაც. როგორც გითხარით, სასამართლო მონიტორინგის განხორციელება უკვე მესამე ეტაპად მიმდინარეობს. კიდევ ერთჯერ დავაკონკრეტებ, თეონამ აღნიშნა, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ მსმენელი არ იქნეს შეყვანილი შეცდომაში. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ სასამართლო ემორჩილება მხოლოდ კანონს და მასზე არანაირი ზემოქმედება კანონმდებლობით დაშვებული არ არის და ჩვენი ერთადერთი მიზანი არის მხოლოდ დაკვირვება, რამდენად კარგად იცავს სასამართლო პროცესუალურ ნორმებს, ვინაიდან პროცესუალური ნორმის დარღვევამ შესაძლოა შემდეგში პირდაპირ გავლენა მოახდინოს ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით პროცესუალური ნორმების დაცვას და შემდგომში ვამზადებთ რეკომენდაციებს და წინადადებებს იმისთვის, რომ პროცესუალური ნორმები იქნეს უკეთესად დაცული. პირველი ეტაპი მონიტორინგის დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2012 წლის თებერვალში. მონიტორინგი განხორციელდა თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში 254 პროცესს დააკვირდნენ ჩვენი მონიტორები და დაიდო დასკვნები. დასკვნები მზადდება სპეციალური კითხვარის მიხედვით. კითხვარი თავის მხრივ მომზადებულია საპროცესო კანონმდებლობაზე დაყრდნობით და მოიცავს ყველა ეტაპს ხდომის გახსნიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მასში შესულია ისეთი წვრილმანი საკითხი, მაგალითად, როგორიცაა დაიწყო თუ არა ხდომა თავის დროზე, იყო თუ არა გამოცდილი სასამართლოს დაფაზე. უფრო მეტიც კითხვარში შესულია ესეთი პუნქტი, განმარტა თუ არა მოსამართლემ ხდომის დაგვიანების დაწყების მიზეზი და საწყის ეტაპზე პირველმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ იყო ხშირი დაგვიანების შემთხვევები და უფრო მეტი ძალიან ხშირად სასამართლო არ განმარტავდა დაგვიანების მიზეზს, თუმცა თეონამ უკვე აღნიშნა, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ პროცესი ესწრება საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი უკვე რაღაცას ცვლის. მოტივაცია იმისთვის, რომ სასამართლომ უფრო ზედმიწევნით დაიცვას პროცესუალური ნორმები და ჩვენ ვიყავით კიდეც რამდენიმე დღის წინ იმის მომსწრე, რომ სასამართლომ პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განმარტა, რატომ დაიწყო პროცესი მოგვიანებით და ამის მიზეზი გახდა წინა სასამართლოს. მე ადრე უკაცრავად გაგაწყენე, სულ მქონდა, შემდგომ ახლა როგორც ჟურნალისტი ყოველდღიურ შეხებაში ვიყავი და გადაღებებზე დავდიოდი. მე ახლა კიდე ბოლო წლებში ნამდვილად გამოსწორდა რა შედარება სასამართლო მე გულისხმობ გამოსწორდა ისა არ ვეხები ამ წუთში არც სამართლებრივ და არც შეფასებას ხო გამოსწორდა ადრე მაგათაც ჩაინიშნებოდა რაღაცა პროცესი თელი დღე ვიცდიდით კაიშვილი ყურადღებას არ გვაქცევდა ეს ის პერიოდია უკვე სკამის როლაც შეიძლებოდა დარბაზში და რაღაცა ისა რა ქვია მოსამართლესთან რაღაცა დაარტყამდი უკან კრუგს უკაცრავად ამ ჟარგონზე და რაღაცა იქიდან ჩაგეწერა მიკროფონი მე ძალიან ბევრი რამე გამოსწორდა ამ კუთხით სერვისები და ძალიან კარგი ამ გამოსწორებულ სერვისების მონიტორინგს უახორციელებთ, იმიტომ რომ უკვე ამაზე იხარჯება ძალიან დიდი ფული, დიდი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს, იხარჯება ადამიანური რესურსები. ეხლა ვიღაცამ რომ არაჯერონად შეასრულოს რაღაცა, არის ძალიან ცუდი უკვე ეს. შესაბამის პასუხისმგებლობას, რადგან გამოსწორებაზე გადავედით, უკვე ვისაუბრებ მონიტორინგის მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავდა 2012 წლის ივნისიდან 2012 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ანუ 4 თვიანი პერიოდია მონიტორინგის. ამ დროისთვის უკვე გარკვეული ცვლილებები და უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილებები იყო დადებითი, შეინიშნებოდა. მეორე ეტაპზე მონიტორინგი თბილისის და ბათუმის გარდა განხორციელდა თელავის, ხელვაჩაურის და გორის რაიონის სასამართლოებში და მესამე ეტაპი, რაც დაიწყო 2013 წლის მარტში, უკვე ხორციელდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და პროცესებს აკვირდებიან ჩვენი მონიტორები. ზუგდიდიც დაემატა. ზუგდიდის შესაძლოა ახალი დამატებული ან
ძალიან კარგად დაემატა და ეს ყველაფერი კიდევ ერთჯერ გავიმეორებ მიზნად ისახავს იმას, რომ მომზადდეს რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები არანაირად არ ისახავს მიზნად ვინმეს დასჯას, თუმცა მაგრამ ვის აძლევთ ამ რეკომენდაციებს ალბათ უზენაეს სასამართლოს, ხო? უმაღლეს საბჭოს. კვლევის შედეგები ხო, ნუ გულისხმობ საჯაროდ ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი არა, ეგ კი. ხო, ეგ კი, მაგრამ დაუშვათ მე რო ვარ და სასამართლოს თავმჯდომარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კარგი შენიშვნები, ხო? ეხლა უბრალოდ რადიოში რო რაღაც არაჯერონად მე რაღაცას ვასრულებ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დირექტორისათვის თქვენ მიცეთ ის კვლევები როგორ ვიქცევით, ხო? ამას ვამბობ. აი ამ კუთხით გვინდა ვთქვათ, რომ სასამართლოები, საერთოდ სასამართლოები ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ეხლა რა თქმა უნდა, მათი თანამშრომლობის გარეშე ეს მონიტორინგი არ იქნება ისეთი, როგორც უნდა იყოს. და მათგან არის რელევანტურიც. კი, მზადყოფნა არის მათი მხრიდან, რომ ითანამშრომლონ და ვთქვათ, გვაქვს ესეთი სტატისტიკა, რომ რაც იყო პირველ დასკვნაში, ვთქვათ, რეკომენდაციის კუთხით გამოსასწორებელი ხარვეზები შედარებით უფრო ძალიან კარგია, ძალიან კარგია ასეთი იმედიანი საუბარი. თამუნამ რაც ახსენა, ვიყავით პროცესზე, სადაც იყო დაგვიანება, არ განმარტა, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ ვიყავით გამჭვირვალობის წარმომადგენლები, უცებ იქვე სასამართლო მოიფიქრა, რომ აღმოეფხვრა. შესაბამისად ეს უკვე აი ჩვენი თავი დანიშნულება არის ის, რომ არა ვთქვათ, ჩვენი იქ ყოფნის და ჩვენი მონიტორების იქ ყოფნის ჩაუსაფრთეთ. კი ბატონო, არა, ნამდვილად ეს არ არის. პირიქით ეს ისე, როგორთაც კანონმდებლობაში წერია, რომ მოქალაქე უკეთესი სერვისი მიიღოს მოქალაქემ. მოქალაქემ, რა თქმა უნდა, ის შეიძლება არც იურისტი იყოს განათლებით, არ იცოდეს ესე კარგად კანონმდებლობა და იქ არის მოსამართლე, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ პროცესში, რომელიც უნდა იყოს თავარი არბიტრი და არ უნდა დაუშვას რომელიმე მხარის ზედმეტად ან მიკერძოება, ან უფლებების მიცემა, ან პირიქით შეზღუდვა. და აი ამიტომ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მონიტორინგი და ეხლა ქუთაისის შედეგები როცა დაიდება და გვექნება ამის ერთიანი შეჯამება. ძალიან საინტერესოა, როდისთვის სრულდება ეს პროექტი ამ კუთხით? ანუ ქუთაისზე როდის გვექნება შედეგები? სავარაუდოდ პროცესი დასრულდება ივნისის ბოლოს, როგორც გითხარით, 4 თვიანი მონაკვეთია და ალბათ სექტემბრის დასაწყისისთვის უკვე კვლევის ერთიანი ანალიზი გაკეთებული იქნება მოცემული და ვფიქრობ, რომ გაკეთდება ამის პრეზენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის. კიდევ ერთ დავამატებ, თქვენ ის ნებართვით, კარგი ტერმინი გამოიყენეთ ჩასაფრება. ჩვენი მიზანი არანაირად არ არის ჩასაფრება, პირიქით ჩვენი მიზანია ყველამ შეისისხლ ხორცოს და გაითვალისწინოს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებით მოსამართლის როლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამოქალაქო საქმეებზე მხარეები არიან სრულად თანასწორი და თვითონ უნდა აიზრუნონ თავიანთი პოზიციის კარგად წარმოჩენაზე, თუმცა ადმინისტრაციულ საქმეებზე, მაშინ როცა ცალ მხარეზე დგას სახელმწიფო და მეორე მხარეს მოქალაქე, სასამართლო მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მოქალაქეს, რომ თავისი პოზიცია კარგად წარმოჩინდეს და უფლებები განუმარტოს მაქსიმალურად კარგად. მე შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო, როცა მხარე სასამართლოს უყენებს შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს კონკრეტული პირი მოწმე და სასამართლო ამაზე უარს ამბობს, იქ იმის განმარტება, რომ ეს მოწმე შესაძლოა მომავალში საჭიროებიდან გამომდინარე ისევ იქნეს დაკითხული, ან მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შესაძლოა გასაჩივრდეს გადაწყვეტილებასთან ერთად, ვფიქრობ, მსგავსი განმარტებების გაკეთება მხარესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას არ აქვს სპეციალური განათლება და არ აქვს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ დაიქირავოს წარმომადგენელი ან ადვოკატი. და თან აქ ერთი მომენტიც არის. ერთია რომ ამას ჩვენ მოქალაქეებს ვეხმარებით, მეორეა რომ კანონს ვიცავთ ამ ყველაფრით და ხელს უწყობთ და მესამე არის თვითონ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღმოფხვრა ყველაფრის სასამართლოსთვის. ეხლა რატომ მათი ნდობის გაზრდისთვის, იმიტომ რომ როდესაც მე რაღაცას არ განმიმარტავ შენი ორგანიზაციიდან, ხო, მე უფრო გცილდები შენ და უფრო მეტი აგრესია, უფრო მეტი უსწრული ჩდება ჩვენ შორის, მაგრამ როცა რაღაცებს მიხსნი, უფრო ახლოს მოდივა შენ ორგანიზაციას და უგულისხმობ სასამართლოს ამ წუთში. რა თქმა უნდა და უფრო მეტი ის ხდება, როცა რომელიც იყო 90-იან წლებში და 2003-4 წლებშიც, აი ამ დროს მე როგორ გამოსწორდა რაღაცები, როცა არ იწყებ პროცესს, გაგჩანიშნული და არ ვიცი როდის იქნება და მე ახლა მახსოვს იმით რომ ახლა მირეკავდნენ ჩემი პროდიუსერები თვესთან რომ რას ამობენ, არ კითხე, აზრი ვის კითხო? ან ვინ იცის, ხო, როცა ეს ასეთი ურთიერთობა იყო, მე უკვე იწყებ ლანძღვას სასამართლოში, მე ეს ხო ქვეყანა არა, ეს ხო ის არ არის, მე და მithon ეს ხო როცა ადამიანი არის ჭირის უფალი თუ რა ქვია იქ როცა დგას, ხო, მხარე თუ ხო, დაჩაგრული თუ ხო, დაზარალებული უკაცრავად, ხო, ამის გამიდოდა, მადლობ. და როცა დაზარალებული არის ძალიან ღიზიანდება მე ამ ყველაფრით. და ეხლა ძალიან კარგი ფორმაა, მე ეს ნამდვილად თქვენ სწორად აღნიშნეთ, ის წინა პერიოდი იგივე 90-იანი წლები იქ არ იყო მხოლოდ მოსამართლეებზე საუბარი, მატერიალურ
მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც არ არსებობდა არაფერი. დარბაზები იყო მოუწესრიგებელი. მე გამიგონია შემთხვევები, როცა სასამართლოს მოსამართლის სამუშაო ოთახში ღუმელის ირგვლივ ტარდებოდა პროცესი და ეს რა თქმა უნდა ზოგადად სამართლებრივი კულტურის დაბალობაზე ძალიან დაიხვეწა ეხლა მართლა მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებაზე იქნეს პრეტენზია. თუმცა დღესდღეობით ბევრი საკითხი გამოსწორდა, იგივე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის სხდომის ოქმის ჩაწერის ტექნიკური სერტიფიკაციაც კი ბატონო, კომფორტია, ელემენტარული ზაფხულშერი ხარ და არის სიგრილე, ზამთარში სიდმო, მაშინ ესე პალტოებით ისხდა ხარ. პროცესების განრიგი დევს ელექტრონულად საიტები გამოსწორდა. აუცილებლად დაფაზე მათ შორის მითითებით დრო, დარბაზი, აი ესე წვრილი. ეხლა ჩვენი კუთხითაც ეხლა თქვენ სამდენაც აი კი ჩვენ ჟურნალისტებს თქვენ ყოველთვის ემუშავებით და რაღაცებს აკეთებთ ყოველთვის. აი ჩვენი კუთხით ეხლა პრეს-ცენტრები მუშაობენ ძალიან გამართულად ქუთაისშიც, თბილისშიც. სპიკერი მოსამართლის ინსტიტუტმა ჩვენ საერთოდ მოგვიხსნა რესპონდენტის არარსებობის ისა, ხო? შეუძლია იმის საკითხზე ჩაწეროს სპიკერი მოემზადება ის იურიდიულად კანგიმატოს ყველაფერი. მერეც დაელაპარაკო ადამიანს, რომ ადამიანის ენით გინოდეს რაღაცას დაწერა ჟურნალისტს, ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. და მინდა კითხოთ ესეთი რაღაც კიდევ აი ამ კვლევების გარდა თუ გქონდათ რაიმე იგივე საიმე ანალიზები თუ არსებობს კიდე მე არ გულისხმობ ხოლმე გაუნჯობეს და გაუარეს და ამას აი რა გამოკვლევები ჩავატარეთ რა ნაბიჯები გადადგა გამჭირვალობა საქართველოს სასამართლოსთან მეტი ღიაობისათვის და მეტი გამჭირვალობისათვის ხო, აი რაც შეეხება ამ კუთხით, საინტერესოა ახალი სასამართლო რეფორმებზეც გითხრათ. კი, იმიტომ რომ ამაზე არ გვისაუბრია. ზუსტად აი ამაზე მინდოდა მეთქვა. კი ბატონო. არც ერთი თქვა ცვლილება, არც ერთი ქმედება არ დატოვებულა ისე რომ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს არ ქონდეს თავის პოზიცია ჩამოყალიბებული სარეკომენდაციო ხასიათით, რა თქმა უნდა, თუმცა კარგი ანალიზი იმისა, რაც ხდება, თუ გინდათ აი ახალი ცვლილებები, რომელიც გატარდა. თან ეს ახალი სასამართლო რეფორმები ისეც რო აუხსნათ ადამიანის რადიოსთან, ანუ რა ცვლილებები დაცვლება შევიდა საერთო სასამართლოში. ხო, ანუ ახალი სასამართლო რეფორმა კიდევ ერთი ძირითადად რას გულისხმობს ახლა მე ბუნებრივი მთელ ტექსტს არ გადადგმული ნაბიჯია სისტემის დახვეწისკენ იმისათვის რომ სისტემამ უფრო დამოუკიდებლად, უფრო გამართულად იმუშაოს. ძირითადად დადებითად აფასებს ახალ რეფორმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და რაც შეეხება ახლა მსმენელისთვის უფრო იოლად გასაგებად, მაშინ შეგვიძლია გავშალოთ თითეული საკითხი, რასაც შეეხო ეს ახალი რეფორმა, რა თქვათ, იყო მანამდე კანონმდებლობით განსაზღვრული, ეხლა როგორ სისტემას გვთავაზობს და თქვათ, გითხრათ ჩვენი პოზიცია, ჩვენ როგორ ვფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რა პოზიცია გვაქვს და რას ვფიქრობთ საერთოდ, ხო? პირველ რიგში ახალი რეფორმით ეს შეეხო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხა მარტივად და გასაგებად რო თქვა ესა საკონსტიტუციო ორგანო თითქმის კონსტიტუციური ორგანო რომელიც განსაზღვრავს მთლიანად სისტემას და ეს დგას სათავეში ესე რო ვთქვა საერთო სასამართლოების და ეს არის პრაქტიკულად ჩვენებურად რო ვთქვა აი მართლობითი ორგანო სადაც არიან მოსამართლეები საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია და საერთო სასამართლოების მოსამართლეები არიან გაერთიანებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეს არის დაკომპლექტებული სხვადასხვა წესით ანუ დღეს გვთავაზობენ ახალ წესს დაკომპლექტებული იყო მანამდე სხვა წესით ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიოდა 15 მოსამართლე, აქედან 9 მოსამართლე, 15 წევრი უпростоრად, აქედან 9 იყო მოსამართლე და მათ შორის იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1 და დანარჩენი არჩეული იყვნენ საერთო სასამართლოების კონფერენციის მიერ. დარჩენილი 6 წევრიდან 2-ს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი და 4-ს ირჩევდა საქართველოს პარლამენტი. დღესდღეობით ახალი რეფორმის მიხედვით 9 წევრი ისევ იქნება საერთო სასამართლოების მიერ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული, ხოლო რაც შეეხება 6 წევრს, საქართველოს პრეზიდენტს იმ 2 წევრის დანიშვნის უფლება აღარ ექნება. დანარჩენი 6 წევრი აირჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი არ იქნება პოლიტიკური პარტიის წევრი ან პარლამენტის წევრი ან იურისტი იქნება ესენი. ყველა იქნება იურისტი ან მაღალი საზოგადოებრივი აი როგორ გითხრათ
ვთქვათ, კარგი რეპუტაციით მოსარგებლე პირი, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებს, რომელიც არის შესაბამისი სფეროს კარგი კვალიფიკაცია. შესაძლოა გაკეთდეს აკადემიურ პერსონალზე. კი ბატონო, აკადემიურ პერსონალზე შეიძლება ახალ ისა პროფესორებზე ანუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კი ბატონო, ცნობილ სპეციალისტებზე მოით ასე ვთქვათ, რომლებიც მაქსიმალურად შორს უნდა იყვნენ პოლიტიკისგან, არ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები. მე ვფიქრობ, ეს იქნება უფრო აკადემიური პერსონალი, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა უნივერსიტეტში და რაც იყო ჩვენი ორგანიზაციის დადებითი პოზიცია და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმ გარემოებამ, რომ 6 წევრი, რომელიც იქნება არა მოსამართლე, შესაძლებელია გახდეს საზოგადოებისგან, ასე ვთქვათ, მივლინებული იუსტიციის საბჭოში. მათ შორის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მე რამდენადაც ვიცი, უახლოეს დღეებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაასახელებს იუსტიციის საბჭოში მისთვის ესე ვთქვათ, კანდიდატს, რომელსაც გაუწევს რეკომენდაციას, რომ პარლამენტის ასარჩევი მეხსევრია. კი ბატონო. პარლამენტმა უნდა ის 9 აპრიორი იქნება მოსამართლე, ხო? რა თქმა უნდა, იქნება მოსამართლე და რატომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ ორგანოს ეკისრება უფლებამოსილება წარადგინოს მოსამართლეები თანამდებობაზე, გაათავისუფლოს მოსამართლეები თანამდებობიდან, განსაზღვროს ზოგადად პოლიტიკა ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ მოდი ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები სასამართლო ხელისუფლების სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი შტოსგან იყოს ეს ორგანიზაცია თავისუფალი და დამოუკიდებელი. დამდენად ეს არის ერთ-ერთი ის ცვლილება, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეაფასა დადებითად. ამის გარდა ადმინისტრაციული კოლეგიის ფორმირების წესი შეიცვალა, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმირების წესი და ფუნქციონირება შეიცვალა და შეიძლება ეს დადებითად შეფასდეს. და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციამ იმ საკითხზე, რომ თუ კი აქამდე სასამართლო პროცესები იყო ტოტალურად დახურული, პროცესები ხდება ღია როგორც მედიისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვისაც, საზოგადოებისთვის. ანუ აქ ძირითადი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლო პროცესის დახურვას და ეს შეიძლება იყოს პირადი ან პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა ინტერესებთან დაკავშირებული, თუ არ არის მსგავსი კატეგორიის საქმეები და არ არის კანონმდებლობით აუცილებელი მათი დახურვა, პროცესი უნდა იყოს ღია. არა მხოლოდ რიგითი დამსწრეებისთვის, ასევე მედიისთვის, უფრო მეტიც. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება უფლებამოსილება მოახდინოს უწყვეტი ტრანსლირება პროცესის გარდა. ეგ ვიცით, განსაკუთრებით წავიკითხეთ ეს ხა. ყველა სხვა მედია საშუალებას აქვს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს ხმის, ხივის და ისეთი ემისიების გამოყოფა, რაც სასამართლოს ხელს შეუშლის, რომ ესე ვთქვათ, მშვიდ გარემოში წარმართვაში. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ უფლებამოსილებას არ განახორციელებს, ანუ ის არ არის ერთადერთი და უპირობო სუბიექტი, ეს უფლებამოსილება შეიძლება წილისყრით გადაეცეს რომელიმე სხვა მაუწყებელს, თუმცა მას პარალელურად ეკისრება ვალდებულება მოპოვებული ინფორმაცია არ იყოს მისთვის ექსკლუზივი და გადაცეს მას. თუმცა პროექტის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო გათვალისწინებული ხარჯები. ვის ეკისრება, ვთქვათ, სასამართლოსაც ეკისრება პროცესის ჩაწერა და იგი ვალდებულია მიცეს დაინტერესებულ მხარეებს, მაგრამ ვის ეკისრება, ვთქვათ, ტექნიკური ხარჯები, როგორ უნდა მოხდეს ტექნიკური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ეს საკითხები ჯერჯერობით ღიადაა დატოვებული და ვფიქრობ, მოწესრიგება საჭიროებს იმის მიუხედავად, რომ ზოგადად სასამართლო პროცესის გახსნა დადებითად შეფასდა, არის რიგი რისკები. შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის ინტერესებიდან გამომდინარე, ან თუნდაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ იყოს სასურველი სრული გაღიავება პროცესის, იგივე სამოქალაქო საქმეებზე, როცა საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ქონების გაყოფაზე და ასე შემდეგ, შესაძლოა გარკვეული უხერხულობები გამოიწვიოს და ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია იყო, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება მედია საშუალებების დასწრების შესახებ მიიღო მხარეთა ინტერესის გათვალისწინებით. თუმცა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, სადაც ერთი მხარე ყოველთვის სახელმწიფოა და მეორე მხარე მოქალაქე, პოზიცია იყო ის, რომ ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი. ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. თქვენ თუ არ გინდათ რაიმე დაამატოთ, ქალბატონ თეონა?
არა, დამტევთ ისეთი არაფერი, უბრალოდ გვინდა ყველას და ვთქვათ მათ შორის მოქალაქეებსაც უთხრათ, რომ სასამართლო სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შავი თეთრზე დაწერილი კანონები, რომელიც მათ უფლებებს შეეხება და ვთქვათ იცავს და შემოსაზღვრავს ვთქვათ სახელმწიფოს ფარგლებს, როგორ უნდა იმოქმედოს, ეს არის იმიტომ, რომ სასამართლო სისტემამ, როცა ამის საჭიროება დადგება, სათანადოდ უზრუნველყოს მათი დაცულობა. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა იქნება ყოველთვის მაღალი ხარისხის და ყოველთვის აქტიური იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ იმუშაოს მაქსიმალურად გამართულად და ჩვენ რითაც შეგვეძლებათ მათ შორის რეკომენდაციებით ხელი შეუწყოთ მის გამჭვირვალებასა და სათანადოდ მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა. მე რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდათ გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლები, არაჩვეულებრივი იურისტები, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თამა ჭარბაძეს და თეონა ზაქარაშვილს. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა დღევანდელი დიალოგი. საკმაოდ ცირედროა, როგორც წესი, ფინალისკენ უფრო გულიგწყდება ადამიანს მეტი გინდა, იმიტომ რომ იმდენად საინტერესო იყო ეს თქვენი ანალიზები, კვლევები და ამ ახალი რეფორმებზე საუბარი. ბევრი შეკითხვა კიდე მიღმა დამჩა, ვფიქრობ, რომ სხვა დროსაც გვეწევით, სიამოვნებით და მოვისმენთ თქვენ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე. მე კი რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა მარცაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტ დათული გრიგაძე უძღვებოდი, გადაცემა ხორციელდება რადიო ძველი ქალაქისა და უზენაეს სასამართლოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კარგად ბრძანდებოდეთ. მე ასევე ერთი კვირით ამავე გადაცემით გემშვიდობებით. გმადლობთ. კონდეს გმადლობთ. გამჭვირვალე სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა და მედიაციის ინსტიტუტი. პროცესების მიმდინარეობა.